მოგესალმებით, არაჩვეულებრივი პადელბადე გრწანისიდან. მე, კეთი ყიფიანი, დათი ყიფიანი, ჯიმი მიქელაძე და შევეცდებით შევაფასოთ 2025 წელი განვლილი პადელისთვის და პადელის ფედერაციის პერსპექტივიდან და ასევე ცოტა ვისაუბროთ, რას ველოდებით 2026 წლიდან და რა გეგმები გვაქვს და თქვენას უნდა ელოდებოდეთ ჩვენგან. 2025 წლის შეჯამებას დავიწყებ იმითი, რომ დაგვემატა ბევრი ახალი კლუბი, რაც არის ძალიან სასიხარულო. ყველა მათგანი არის აფილირებული საქართველოს პადელის ეროვნულ ფედერაციასთან და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ რაღაც სისტემური და მასშტაბური განვითარება დავგეგმოთ და ასე განვახორციელოთ სხვადასხვა აქტივობები ყველა ამ კლუბში და ეს ყველაფერი ხო როგორც თქვი იყოს მასშტაბური და სისტემური. და ჩვენი იდეაში მიზანი რაც არის რომ საქართველოს მოვნიშნოთ პადელის საერთაშორისო რუკაზე აქტიურად მუშაობდით ამ მიმართულებით 2025 წელს. ჩამოვიყვანეთ საერთაშორისო მწვრთნელი ესპანელი, რომელსაც აქვს ბევრწლიანი გამოცდილება პადელში მუშაობის და პადელის მწვრთნელობის და შემქმენით ნაკრები, რომელმაც იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე პადელში. ასევე ვუმასპინძლეთ პადელის საერთაშორისო ფედერაციის ტურნირს, რაც FIP Bronze, რაც არის ძალიან კარგი პრეცედენტი და ვფიქრობთ, რომ ეს ყოველ წელს უნდა გაგრძელდეს. გარდა ამისა ჩავატარეთ ღია ტურნირები, ჩავატარეთ ლიგა და ჯამში ხო ბევრმა ადამიანმა 500-მდე ქალმა და კაცმა მიიღო მონაწილეობა ჩვენს ტურნირებში. ეს ყველაფერი მე ჩავერთები ეს ყველაფერი იმას მიუთითებს რომ უკვე საქართველოში ხალხი მზად არის რომ უკვე რაღაც სისტემური და სტრუქტურირებულ ტურნირებში და ლიგებში ჩაერთონ და ზუსტად ის რაც კეთი მახსენა რომ ამდენი კლუბი დაგვემატა ეს კლუბი უბრალოდ იყო კეთი მისე ოფიციალურად ახსენა ეს ყველაფერი ფეხზე წამოდგმობა ანუ კლუბი არ არის უბრალოდ სიტყვა კლუბი არის რაღაცე ანუ ასე ვთქვათ შემადგენელი ნაწილი არის სპორტის და კლუბის უნდა კონდეს თავის სტრუქტურა, თავის სისტემა, თავის პოლიტიკა და თავის გეგმები და ზუსტად ესეთი კლუბები შემოგვიერთდნენ. FIP Bronze შევეხოთ ერთი ორი. რა არის FIP Bronze? FIP Bronze არის საერთაშორისო პადელის ფედერაციის ტური, რომელიც მთელ ევროპაში ტარდება. არის სამი კატეგორია, ასე ვთქვათ, FIP Bronze, Gold და Silver. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ ყველაზე დაბალი, ასე ვთქვათ, კატეგორიიდან, ბრონზიდან, მაგრამ ეს პოპულარული არის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დონე დაბალი იყო. ეს ნიშნავს ესეც მოხდა რომ ტოპ ასეულის მოთამაშეები იყო ჩამოსული ესპანეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ძალიან ბევრი ინტერნეიშნალ პლეიერი იყო ჩამოსული. ეს ჩვენი მოთამაშეებისთვის, რა თქმა უნდა, გამოცდილება იყო ძალიან დიდი და ნახეს რეალურად სად არის პადელი, როგორც დონე სათამაშო. და მეორეს მხრივ ჩვენთვის იყო ძალიან კარგი გამოცდილება, იმიტომ რომ უმასპინძლეთ უკვე ერთხელ საერთაშორისო ტურნირის და უკვე ამის მერე დავიგეგმეთ, რომ ყოველ წელს უნდა გამეორდეს და ეხლა რომ გადავალთ უკვე 2026-ის მიმოხილვაზე, იქაც ვიტყვით უკვე რეებს გეგმავთ საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად. როდესაც უმასპინძლეთ ტურნირს და ასევე როდესაც წავედით ევროპის ჩემპიონატზე, ორივე იყო გამოცდილება რეალურად და ნახვა იმისა, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი იმ ქვეყნებში, სადაც ყველაზე უფრო წარმატებულია ეს სპორტი და ყველაზე უფრო განვითარებული და მე ზუსტად ეგრე ხდება რაღაცების განვითარება და დანერგვა, თუნდაც საერთაშორისო საჯის ჩამოსვლით, რომელმაც რაც ის პრინციპები ძირითადი დანერგა, ხო? ეხლა შეიძლება ეს ერთ ტურნირზე იყო, მაგრამ როდესაც ეს სისტემატიურ სახეს იღებს, მე ეს ყველაფერი უკვე ხდება შენი ყოველდღიურობაც, რაც თავისთავად გულისხმობს განვითარებას. კი, და მე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ფედერაციის მუშაობა და თავდაუღალავი მუშაობა რაღაცა რეგიონშიც აღინიშნა, იმიტომ რომ ჩვენ ევროპაზეც რო ჩავედით, იქ მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები გავიცანით და ასე ვთქვათ, ჩვენ ყველაზე აქტიურად ვართ რაღაცა მაგ საერთაშორისო ამბებში ჩართული და ეგეც ძალიან მახარებს, იმიტომ რომ ეს ჩვენი დამსახურებაა და ეკრედიტი უნდა ავიღოთ მოკლედ რა.
წელს პირველად შეიქმნა ეროვნული ნაკრები საქართველოს სახელით იასპარეზით ევროპის ტურნირზე მადრიდში. იდეაში ეს უფრო მალე იმიტომ მოხდა ჩემი აზრით, რომ შეიცვალა ფორმატი საერთაშორისო ფედერაციის ევროპის კაფის ფორმატი შეიცვალა. ის ქვეყნები, რომლებიც მოწინავეები არიან დღეს პადელში და უფრო მაღალ დონეზე არიან ვიდრე სხვა საშუალო დონის ქვეყნები, ისინი უკვე ასე ვთქვათ განთესილები იყვნენ მთავარ ბადეში. და ბევრ ქვეყანას მიეცა საშუალება, რომ საკვალიფიკაციო ეტაპი ეთამაშა. ეს ძალიან კარგი ამან დააჩქარა ჩემი აზრით ნაკრების შექმნა. ჩვენს დავიწყეთ რაღაცა მიზანმიმართული მუშაობა მაგის მიმართულებით. ჩამოვიყვანეთ მწვრთნელი რაფაელ კონდე, რომელიც არის საერთაშორისო ლიცენზირებული მწვრთნელი, რომელიც ძალიან კარგ მოთამაშეებთან, ასე ვთქვათ, ძალიან კარგ მოთამაშეების მწვრთნელი არის და გამოცდილებაც ჰქონია იგივე პროექტის სხვა ქვეყნებში და ჩამოვიყვანეთ მოკლედ და დავიწყეთ შესარჩევი ეტაპი. ქვეყნის საუკეთესო მოთამაშეები ავარჩიეთ ჩვენ. რაფასთან კოორდინაციით ასე ვთქვათ, კოორდინირებით რაც ვიყო. მაგასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ 8 ქალი და 8 კაცი ჯერ გაფართოებული იყო. ხო, ნუ გაფართოებული შემადგენლობა იყო, მე მგონი რამდენი 15 ხო თუ რაღაცა. და 8 საუკეთესო ქალი და 8 საუკეთესო კაცი მოთამაშე შეირჩა ევროპის ჩემპიონატისთვის. სადაც წავედით მადრიდში. გადასარევი მოგზაურობა გქონდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ ყველა მხრივ. ნუ იმის გარდა რომ საერთაშორისო პროექტებით ვიყავით დაკავებული 2025 წელს ჩავატარეთ 4 ღია ტურნირი, რასაც სულ ვატარებთ. კარგი ის იყო რომ გავყავით დონეები, ანუ თავიდან თუ იყო რომ საუკეთესო მოთამაშეები განთესილები იყვნენ და თქვათ საწყის ეტაპზე მათ არ ხვდებოდნენ საშუალო დონის მოთამაშეები, ეხლა საერთოდ არ ხვდებიან ერთმანეთს, იმიტომ რომ დონეები არის გაყოფილი და ხარისხობრივად ხო იგივე ჩანაწერებსაც ძველს რომ ვუყურებ, ძალიან დიდი განსხვავება არის, ვთქვათ, ვინ იგებდა ადრე. მე ვთქვათ, ბევრი ახალი მოთამაშე დაემატა და ძალიან მალე დაწინაურდნენ და ვთქვათ, კარგად თამაშობენ. რაც ვფიქრობ, რომ ეს სისტემატიური ტურნირების დამსახურება. ასევე ტურნირი ჩავატარეთ ბათუმში და ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა და ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია დეცენტრალიზება პადელის დღეს, რომ ანუ მოიცვას მთელი საქართველო და არ იყოს კონცენტრირებული მარტო თბილისზე. უკვე არის პროექტები სხვადასხვა დიდ ქალაქებში, დაგეგმილი არის ასევე როგორც ვიცი, ქუთაისში არის დაგეგმილი, ანუ ბათუმში უკვე არის, რუსთავში, გურიაში, ხო, ანუ სხვადასხვა პროექტები არის დაგეგმილი და აი, თქვათ, შარშან თუ 4 აფილირებული კლუბი იყო პადელის ეროვნულ ფედერაციასთან, ეხლა რამდენია 13, ხო? ანუ აი თბილისშიც უკვე დეცენტრალიზდა დანში გაკეთდა კორტები, ნუ ეხლა კრწანისში ვართ, თქვათ, ნუ ხო, აი ბევრი უბანი მოიცვა. ხო, ფაქტობრივად ყველა უბანში არის და სადაც არ არის კიდე დაგეგმილი არის მშენებლობა. ასევე ჩავატარეთ ლიგა, რომელიც იყო გუნდური ლიგა, ესეც აღსანიშნავი არის, რომ ჩვენ საუკეთესო გამოცდილება გამოვიყენეთ დანიის, იმიტომ რომ ვიფიქრეთ რაღაც ახალი ველოსიპედის გამოგონება სჯობდა, რომ მიგვემართა, ვთქვათ, სხვა ეროვნული ფედერაციებისთვის, რომ ისინი როგორ აკეთებენ ამას და დანიაში რა მოდელმაც გამართა, ვთქვათ, ჩვენ იმის ადაპტირება გადავწყვიტეთ საქართველოში, თუმცა ხო, ისეთი წარმატებული არ გამოვიდა საქართველოში სხვადასხვა მიზეზების გამო, როგორიც დანიაშია, ამიტომ ახალი სეზონიდან ლიგა გაგრძელდება უბრალოდ სხვა ფორმატით და ამაზეც მე ვისაუბრებთ, მე მგონი და მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ლიგა გრძელდება 3 თვე, ხო, თუ სწორად მახსოვს, 200 მოთამაშე იყო დარეგისტრირებული და საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ კარგად ჩაიარა თავის რაღაც პატარ-პატარა გამოწვევებით, რაც ასევე გამოცდილება იყო, მაგრამ აი ეს ყოველკვირეული თამაში მგონია რომ ძალიან ზრდის მოთამაშეების ხარისხს. აი როგორც ადამიანები დადიან და რაღაც ყოველ კვირა თავის მეგობრებთან ერთად თამაშობენ, ზუსტად იგივე დონის თამაშები ეთამაშათ უბრალოდ უცხო ადამიანებთან და სხვადასხვანაირ თან ისიც რომ 4 ადამიანი იყო გუნდში, ეგეც კიდე უფრო საინტერესოს ხდიდა, იმიტომ რომ რაღაცა აპრიორი ვიღაცა ვერ იგებდა ყველა ვარიანტში, მაინც უნდა გეთამაშა და მე ერკვეოდა უკვე გამარჯვებული. ისიდან არის რომ რაღაცა შეიძლება ტურნირზე რეგისტრირდებოდე და ეს ტურნირი ერთი კვირა მიმდინარეობდეს და არ იყო ისეთ ფორმაში რაღაცა.
6 თვე რო ლიგას თამაშობდა ყოველ კვირა რო ერთხელ ან ორჯერ გიწევს თამაში, სულ ფორმაში ხარ, სულ რაღაცა და და ძალიან გინიშნოს რომ ყველა წევრ კლუბში შარშან ვინც იყო ჩვენი წევრები, ყველგან იყო თამაშები და ასე ვთქვათ გაფანტული იყო მთელ თბილისში ეს ლიგა. ამიტომ ეგ პრაქტიკა მე მგონი ძალიან გამართლებული გამოდგა, მიუხედავად ისა რომ რაღაცა წინაღობები შეხვდა, მაგრამ ეგ პრაქტიკა იმდენად გამართლებული არის, რომ წელს ტოვებთ ისევ ლიგას, მაგრამ სხვანაირად. როგორ ვტოვებთ დათი? ლიგებსაც შეეხება ჯიმი, წელსაც რა თქმა უნდა გრძელდება. უბრალოდ რაღაცა იმიტომ რომ კლუბები თამაში უფრო აქტიურად ჩაერთონ პირველ რიგში და ამის ორგანიზებაში ჩაერთონ აქტიურად, გადავწყვეტეთ რომ ლიგა იყოს შიდა ლიგა, ანუ საკლუბო შიდა ლიგები იქნება, რომელიც იმ კლუბის კონკრეტულ იმ კლუბის წევრებზე იქნება გათვლილი. იქაც დონეები, რა თქმა უნდა, შეირჩევა წინასწარ, ანუ ABC დონეებიდან ჩატარდება ტურნირები და ლიგები და რაც შეეხება თვითონ სისტემას, ყველა კლუბში რაღაცა პერიოდი ჩატარდება სეზონი, ლიგის, შიდა ლიგის სეზონი და იმ ლიგაზე გამარჯვებული პირველ მეორე ადგილზე მყოფი, ან გააჩნია რამდენი გუნდიანი ლიგა იქნება, მაგრამ გამარჯვებული გუნდები გამოვლენ უკვე კლუბებს შორის ჩემპიონთა ლიგაზე, რომელსაც ფედერაცია დააორგანიზებს და უფრო, ასე ვთქვათ, ივენტური სახე ექნება მაგას და დასწრება იქნება, ერთ კონკრეტულ კლუბში ჩატარდება, მაგრამ ეგ იმას წარმოწევს წინ ზუსტად, რომ ეს კლუბები ნამდვილად კლუბები არიან, მაგრამ მათ ყავთ თავისი წევრები, მოთამაშეები, ვისაც უყვართ ეს კლუბები და თავის თავს აიგივებენ როგორც მარკ კლუბის წევრებად. რა თქმა უნდა, იქ ყველა კლუბს თავის ფორმა ექნება, თავის ლოგო ექნება, თავის გულშემატკივარი ეყოლება და მგონია, რომ კიდევ უფრო საინტერესო და კიდევ უფრო ბევრი ხალხით დატვირთული ლიგა იქნება და წელი იქნება. მე მგონი აუცილებლად უნდა ვახსენოთ, როცა 2025 წელზე ვლაპარაკობთ ჩვენი პარტნიორები, იმიტომ რომ რეალურად ჩვენი სპონსორების და პარტნიორების გარეშე ამ ყველაფრის გაკეთება იქნებოდა შეუძლებელი. ნუ ხარში გვიდგას პირველი დღიდან ფაქტიურად Liberty Bank-ი და ნუ ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. Liberty ზუსტად მიხვდა იმ პოტენციალს, კი, მეც ესე მგონია. კი და ნუ ძალიან აქტიურად გვიჭერს მხარს და Liberty Bank-თან ერთად სტუდიო Liberty შემოგვიერთდა, ალბათ იციან ჩვენ მაყურებლებმა, რომ ესეთი ახალი პროექტი აქვთ, თავაზობს სპეციალურ შეთავაზებებს თავის მომხმარებლებს და მათ შორის პადელთან დაკავშირებული შეთავაზებებიც აქვთ, რაც ძალიან გვახარებს. შემოგვიერთდა კროკობეთი და პირველი ღია ტურნირი Grand Open-ი, რაც გვექნება, იქნება კროკო Open-ი, რაც ასევე ძალიან გვახარებს. კროკობეთმა და Liberty Bank-მა ფაქტიურად რო არა ეს ორი პარტნიორი, ანუ ვერ უმასპინძლებდით ტურნირს და ვერ წავიდოდით ევროპის ჩემპიონატზე. ნუ ასევე ჩვენი პარტნიორი 2025 წელს იყო ტექნოჯიმი. რაც ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იყო, იმიტომ რომ რაღაც სპორტული მიმართულებით გვეხმარებოდნენ, გვაკვალიანებდნენ რაღაც მოთამაშისთვის რა არის აუცილებელი მისთვის, რომ ვთქვათ, სპორტულად ვითარდებოდეს. წინა წელს ასე ვთქვათ, უფრო წინა წლის მიწურულს შემოგვიერთდა ბევრი, ჰაბჟიც უნდა გავიხსენოთ, რომელმაც უზრუნველყო ჩვენი ნაკრების ჩაცმა ევროპის ჩემპიონატზე და არა მარტო ჩვენი ნაკრების, ჩვენიც, ხო? მადლობა ძალიან დიდი მათ. ბოლოს შემოგვიერთდა კომპანია კანტი, რომელიც სხვადასხვა ბრენდებს აერთიანებს და ერთ-ერთი თვალსაჩინო და პადელში ძალიან პოპულარული არის ესტრეიას ლუდი, რომელიც ჩვენი ბოლო ტურნირის პარტნიორი იყო და ასევე ჩვენი პირველი Grand Opening-ის პარტნიორიც იქნება პადელბადეში. წელს უკვე დაგვემატა Subway, რომელიც პირველივე ღია ტურნირზე წარმოდგენილი იქნება საკვები ობიექტით და ასევე არიან გარდა საკვები ობიექტისა ჩვენი პარტნიორები და ნუ არსებულ პარტნიორებთან აქტიურად თანამშრომლობთ რაღაც სამომავლო გეგმებთან და სამომავლო პირობებთან დაკავშირებით და ნუ ზოგადად ვფიქრობ, რომ სპორტისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბიზნესი მხარს უჭერდეს, იმიტომ რომ მათი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია სპორტის განვითარება და რა თქმა უნდა, რომ მე ანუ სპორტსაც შესაბამისი რაღაც განვითარება უნდა ქონდეს, წარმატება უნდა ქონდეს საერთაშორისო დონეზე იმისთვის, რომ ვთქვათ ამ კერძო სექტორს და კერძო კომპანიებს აინტერესებდეს, რომ მხარს უჭერდეს ამ კონკრეტულ სპორტს. უბრალოდ
ამას ჭირდება დრო და მე ვიტყოდი, რომ გარდა იმისა, რომ საერთაშორისო წარმატება არის ძალიან მნიშვნელოვანი, სპორტი არის ძალიან ძლიერი პლატფორმა იმისთვის, რომ რაღაც კონკრეტული გზავნილები გააგზავნო, რაც გინდა, როდესაც ვთქვათ, კერძო ბიზნესი ხარ, გარდა ამისა, ყავს ძალიან დიდი კომუნა სპორტს, თუ ამას ვთქვათ, რაღაც სწორად გავაკეთებთ, ანუ ალბათ შორს წაგვიყვანს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ პრინციპში ხო თუ ბიზნესი მხარს უჭერს სპორტს და თუ სპორტს კონკრეტულ სპორტულ ორგანიზაციას იმის რესურსი აქვს რომ თქვა ხო ხალხს მოუყაროს თავი და რაღაც სწორი პროცესები აწარმოოს შეიძლება ეს ძალიან კარგი შედეგი მიიღო ამ ყველაფრიდან საბოლოო ჯამში ხო შეიძლება ეს ერთ დღეში არ აისახოს საერთაშორისო წარმატებაზე მაგრამ ადგილობრივ დონეზე და კომუნასთან წვდომისთვის ანუ სპორტი არის ძალიან ჯანსაღი სასარგებლო და საინტერესო შესაძლებლობა ჩემი აზრით და ნუ ასევე ხო სხვადასხვა კომპანიებისთვის ძალიან ისეთი კარგი შესაძლებლობაა რომ თავის სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინონ და ხელი შეუწყონ ანუ კომუნის გაჯანსაღებას, ახალი თაობების ჯანსაღ განვითარებას და სპორტული კულტურის განვითარებას ზოგადად საქართველოში. იმიტომ რომ ეს ბიზნესის მხარდაჭერის გარეშე ეს ვერ მოხდება. კიდევ უნდა ითქვას, რომ 2025-ის მიწურულს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა ჩვენს ორგანიზაციაში და საქართველოს სპორტის სამინისტროს აღიარება მოვიპოვეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ასე ვთქვათ, უფრო დიდი ძალა მოგვეცემა, რომ ეს სპორტი მთელ საქართველოში გავშალოთ და საქართველოს საზღვრების გარეთაც გავიტანოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ მომხდარიყო და ესეც მოხდა. და მგონია, რომ კიდევ უკვე ამ დახმარებით და რა თქმა უნდა ჩვენი პარტნიორების დახმარებით, ბევრი საინტერესო პროექტი შეგვიძლია განვახორციელოთ უკვე 2026-ში. ჯიმი, ხო არ გადავიდეთ ახლა 2026 წლის ერთ-ერთ მთავარ სიახლეზე, ეს არის კატეგორიების ჩამოყალიბება. რატო და ზოგადად კატეგორიები გავაკეთეთ ჩვენ დათიშე თუ არიცი რა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ვისაც უნდოდა ტურნირში მონაწილეობის მიღება, მაგრამ არ იღებდა, იმიტომ რომ რაღაცა თავის დონესთან შესაფერის კონკურენციას ვერ ხედავდა და ეგონა რომ რაღაც ან წააგებდა, ან პირიქით მარტივად მოიგებდა, ან ასე შემდეგ და ამიტომ გადავწყვიტეთ იმისთვის, რომ გავზარდოთ მოთამაშეების რაოდენობა და ხალხს შევუქმნათ კომფორტული გარემო ყველას თანაბრად, გავაკეთოთ 3 დონე კატეგორიები. ჩვენი აზრით დღეს საქართველოში არის დაახლოებით შეიძლება ნეტიც არის, მაგრამ უკვე კონკურენტული და ვინც ტურნირებში იღებენ მონაწილეობას არის 3 დონე. 3 დონე ერთმანეთისგან ასე თუ ისე განსხვავდება. შესაბამისად, A კატეგორია იქნება მოთამაშეები, რომლებიც არიან ყველაზე მაღალი კონკურენციის და ყველაზე კარგი ტექნიკის მქონე მოთამაშეები, რომელიც მაღალი სისწრაფეებზე და ყველაზე დიდი ხანია თამაშობენ. ყველაზე დიდი ხანია, ასევე საერთაშორისო გამოცდილება აქვს მათ და ზუსტად ის ხალხი არის, ვინც ევროპის ჩემპიონატზე იყო 2025-ში, ჩვენ ნაკრებთან ერთად, კიდევ დამატებული კარგი ხარისხის მოთამაშეები. B კატეგორიის მოთამაშეები არიან უკვე ისინი, ვინც დიდი ხანია პადელს თამაშობენ, ძალიან ბევრ ტურნირში იყვნენ მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ტექნიკურად და ტაქტიკურად ასე ვთქვათ, ვერ არიან ისე განვითარებულები როგორც სხვა. ძირითადად ახლა ეგეც უნდა ითქვას, რომ A კატეგორიის მოთამაშეები არიან ყოფილი ჩოგბურთის მოთამაშეები, ან ის ახალგაზრდა მოთამაშეები, ვინც ან პინგ-პონგის. ხო, ანუ ასე ვთქვათ, ჩოგნის სპორტის გამოცდილება, ვისაც აქვს, იმას უფრო უადვილდება ადაპტირება მერე პადელზე და მაღალ სიჩქარეებზე და მაღალ დონეზე თამაში და B კატეგორიის მოთამაშეები უკვე არიან ისინი, ვისაც დიდი გამოცდილება აქვს პადელის, ასე ვთქვათ, კარგი მოყვარულება, ვინც ითვლებოდა შარშან. ხოლო C კატეგორია არის ჩემი აზრით უმეტესობა პადელის მოთამაშეების, ვინც საქართველოში დღეს პადელის კლუბებში დადიან, ვისაც ვინც ახლა შედარებით დამწყები, ხო? შედარებით დამწყები მოთამაშეები, ვისაც ახლა უნდა რომ გამოცადოს უკვე ტურნირზე მონაწილეობა რა არის, რაღაც შეარჩია უკვე მეწყვილე და სტაბილურად მეწყვილესთან ერთად თამაშობს და უნდა რომ თავისი ძალები გამოცადოს თავისივე ძალის მქონე მოთამაშეები. C მოთამაშეებო C კატეგორიის მოთამაშეებო, მოგიწოდებთ რომ ითამაშოთ ტურნირები, უკვე აღარ იქნება ისე რომ რაღაცა ძალიან გაგიჭირდებათ ან რაღაცა. თქვენი დონის შესაბამის მეტოქეებს
შეეჯიბრებით, ითამაშებთ და ისე ამოვნებთ პადელით. კიდე უნდა ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ერთ-ერთი გულისტკივილი, რომ გოგოები არ არიან ჩართული ისე აქტიურად პადელში და ვფიქრობ, რომ ეს კიდე უფრო დიდი мотиваცია შეიძლება იყოს მათთვის, რომ A, B, C კატეგორია, ასე ვთქვა, დამწყები გოგოებისთვის, ვინც ახლა იწყებს და მე ზუსტად ვიცი, რომ ნახევარი კორტები ყველა კლუბში გოგოები არიან ხოლმე, ამიტომ მათთვისაც შესაძლებლობა არის, რომ თავის დონეზე ითამაშონ, თავის დონის მოწინააღმდეგეებს შეხვდნენ და რაღაცა საპრიზო ადგილების დაიკავონ, იმიტომ რომ უკვე მგონია, რომ ყველა ეს კატეგორია რაღაც და ყველა კლუბი რო ტურნირს ჩაატარებს, ყველა ტურნირი იქნება ამ შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, ხო? კი. კიდევ ერთი უნდა ითქვას ჩვენ ღიაობებზე, ანუ რა თქმა უნდა ეს კატეგორია არა მარტო ჩვენ ღიაობებზე ვრცელდება, ზოგადად ყველა კლუბი უკვე ასე ვთქვათ, გაიზიარებს ამ კატეგორიებს და ყველა შიდა ტურნირები თუ ის კომერციული ტურნირები რაც ჩატარდება საქართველოში, ყველა ამ ABC კატეგორიის პრინციპით აირჩევა, ასე ვთქვათ, მოთამაშეები, რაც უკვე მაგ კულტურას დაანერგავს ზოგადად პადელში, რომ რაღაცა დონეები უკვე გარჩეული იქნება, ასე ვთქვათ და შენ გეცოდინება, რომ ტურნირზე როცა გამოხვალ, შენი დონის თამაში მოგიწევს და ვიღაცა ან ძალიან არ მოგიგებს, ან პირიქით შენ არ მოგიგებ ვიღაცას ძალიან. ამიტომ მგონია, რომ საინტერესო წელი იქნება საშეჯიბრო. ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი, ვიდრე შარშან იყო ჩემი აზრით. ამ კატეგორიების მიხედვით, ეხლა პირველად ჩატარდება ტურნირი პადელბატ წანეში, სადაც ეხა ვართ, 9 თებერვლიდან 15 თებერვლის თათვლით. და იქნება სამივე კატეგორია, როგორც ქალებში, ისე კაცებში. ყველა კატეგორიას ექნება თავის საპრიზო. ჯამურად 20,000 ლარი არის ხარ ტურნირის საპრიზო, მაგრამ გარდა მაგისა, ჩვენი პარტნიორი კომპანიები სხვა საჩუქრებსაც პირდებიან და იმედია შეასრულენ. და ძალიან კარგი შესაძლებლობა არის ყველა კატეგორიის მოთამაშისთვის, რომ გამოსცადოს თავის დონის მოთამაშეებთან შეჯიბრი და დარეგისტრირდეთ ტურნირზე და ითამაშეთ. კიდე უნდა ითქვას, რომ წელს იგეგმება 4 მინიმუმ 4 ღიაობა იქნება, ასე ვთქვათ, ჩვენ საქართველოს პირველობა, ესე რომ დავარქვათ, რომ ესეც სამივე კატეგორიაში, ხო? ესეც სამივე კატეგორიაში და მნიშვნელოვანია, რომ ითქვას, რომ ამ ყველა ტურნირს აქვს შესაბამისი ქულები, ანუ შენ შესაბამის, ასე ვთქვათ, საფეხურ შესაბამის ტურში რო გადადიხარ, ქულა გეწერება და მე ეგ აისახება უკვე შენ რეიტინგზე. შეიქმნება ზოგადი რეიტინგი, სადაც გაერთიანდება ეს სამივე კატეგორია და ასევე იქნება თითო კატეგორიის რეიტინგები და კიდევ ისიც უნდა ითქვას, რომ ამ 4 ტურნირის გარდა გვინდა რომ მინიმუმ 2 კლუბების ტრადიციული ტურნირები, რომელიც უკვე აი ერთ წელზე 2 წელია უკვე ტარდება ტრადიციულად, მაგ ტურნირებსაც მიენიჭოს ქულები, რომ ეს მე საერთო რეიტინგზე საისახოს, რომ კლუბისთვისაც мотиваცია იყოს, რომ რაღაცა მასშტაბური იყოს ეს ტურნირები და კარგად ორგანიზებული იყოს და მოთამაშეებისთვისაც დამატებით мотиваციაა, რომ გარდა იმ საჩუქრებისა და საპრიზო ფონდებისა, რასაც იმ ტურნირზე მიიღებენ, ქულებსაც მიიღებენ სარეიტინგოს და წლის ბოლოს რეიტინგის შეიძლება მაღალ ადგილზეც დაასრულონ. გარდა ამ ყველაფრისა, ეხლა ჩვენაც ამდენი ხის განმავლობაში ვილაპარაკეთ და კიდე თუ გიყურებთ და გვისმენთ, მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს წელს, რომელიც არის ბავშვთა ტურნირები. ჩვენ მივხვდით და გადავწყვიტეთ, რომ ამ სპორტის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ბავშვობიდან დაიწყოს ამ სპორტის განვითარება და გვინდა რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი ჩაერთოს პადელის თამაში და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მივბაძოთ ასე თუ ისე საერთაშორისო ფედერაციას, იმიტომ ისინი ხვაპირებენ წელს, ჩვენც დავაპირებთ. რომ ჩავატაროთ 4 ბავშვთა ტურნირი სხვადასხვა კლუბში, რომელიც იქნება ბავშვებისთვის რაღაცა ძალიან სასიამოვნო სათამაშო, იქ რაღაც ჩვენი პარტნიორი კომპანიები იქნებიან, რომლებიც ბავშვებზე გათვლილი რაღაცა საჩუქრებით და ასე შემდეგ იქნებიან წარმოდგენილი და რაც შეიძლება მეტმა ბავშვმა გვინდა რომ ითამაშოს პადელი, რადგან სამომავლოდ ეს იქნება იმის საწინდარი, რომ სპორტი განვითარდეს მაღალ დონეზე და სწორედ. სანამ დანარჩენ გეგმებზე გადახვალ 2026 წლის, უცბად ვიტყვი, რომ იმისთვის, რომ ბავშვთა პადელი განვითარდეს, რა თქმა უნდა, რომ არსებითად მნიშვნელოვანია ყავდეს კვალიფიციური მწვრთნელები და ეს სამუშაო პერსონალის განვითარება, ასე ვთქვათ, რაც გულისხმობს საჯებს და მწვრთნელებს არის ფაქტიურად ხერხემალი ამ სპორტის განვითარების პროცესში და ამიტომ ეხლა თებერვალში გეგმავთ პირველ სამწვრთნელო და სამსაჯო გადამზადებას.
და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენთან აფილირებულ კლუბებში ბავშვებს ავარჯიშებდნენ ლიცენზირებული მწვრთნელები, იმიტომ ძალიან რომ მნიშვნელოვანი არის ბავშვებისთვის განსაკუთრებით. ეხლა შეიძლება ჩვენთვის ეგეთი მნიშვნელოვანი არ იყოს მიუხედავად რომ არის, მაგრამ ბავშვს რო ასწავლი, მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვერიფიცირებული, სერტიფიცირებული მწვრთნელი იყოს და იცოდეს საქმე, რასაც აკეთებს, თორე არასწორ გზაზე თუ დააყენა სპორტის განვითარების მხრივ უკვე საშველი აღარა. საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ტრადიციას და წელსაც გვექნება საერთაშორისო ტურნირი, როგორც FIB ბრონზი, რაც შარშან იყო, ასევე FIB პრომისის, რომელიც არის უკვე იგივენაირი ტური, ოღონდ ბავშვებისთვის. აქაც რამდენიმე ასაკობრივი ჯგუფი იქნება თავიდან, რაც რეალურად აი მოიცავს რამდენიმე ასაკს საშეჯიბროს ბავშვებისთვის. მე როგორც ვიცი, კლუბებიც აქტიურად გეგმავენ, რომ ბავშვთა ტურნირები ჩაატარონ და მიიღონ ბავშვები და ზუსტად ის რაც კეთი მახსენა, რომ ლიცენზირებული მწვრთნელები იქნებიან ის ხალხი, ვინც ბავშვებს ავარჯიშებენ და პადელის სწორ გზაზე დააყენებენ. ზუსტად აი ამ და ნებისმიერ ბავშვს შეუძლია ამაში მონაწილეობის მიღება საქართველოში, ხო? პრომისის რასაც ჩავატარებ. ნებისმიერ ბავშვს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ მე ურჩევდი, რომ მანამდე მიიღონ კლუბების ტურნირებში მონაწილეობა, რომ ზოგადად სატურნირო გამოცდილება მიიღონ და როგორც FIB ბრონზე იყო ასეულის მოთამაშეები რამდენიმე ჩამოსული, ეგრე შეიძლება ბავშვებშიც ძალიან ძლიერი მოთამაშე, შეიძლება კი არა ყველა ვარიანტში ძალიან ძლიერი მოთამაშეები ჩამოვლენ და ეგეც ასე ვთქვათ, ჩვენი ბავშვების გამოცდილება იქნება. და мотиваცია იქნება, რომ მათ დონეზე ავიდნენ რაღაცა რამოდენიმე ხანში. მე მგონი ორი სიტყვით რომ შევაჯამოთ, უკვე ბოლოსკენ წავიდეთ და ვთქვათ, რომ 2026 წელს გეგმავთ, ისე როგორც ავხსენით, უკვე ჩაშლილად ABC კატეგორიაში 4 ღია ტურნირს, რაც არის საქართველოს პირველობა. სარეიტინგო ტურნირები. გეგმავთ ჩემპიონთა ლიგას, შიდა საკლუბო ლიგებს შორის. გეგმავთ 4 საბავშვო ტურნირს მინიმუმ და ასევე 2 საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობას, ესეც მინიმუმ. ერთი იქნება FIB ბრონზი და მეორე იქნება საბავშვო ტურნირი, რაც არის FIB პრომისის. ერთი ღია ტურნირი აქედან ჩატარდება ბათუმში და მოუწოდებთ ბათუმელებს რომ ჩაერთონ ამ ტურნირში. გეგმავთ სამწვრთნელო და სამსაჯო გადამზადებას და ასევე სიახლე გვექნება ბიზნეს ლიგის მიმართულებით, რაც მოუწოდებთ სხვადასხვა კომპანიებს ითანამშრომლონ პადელთან და ჩაერთონ ბიზნეს ლიგაში. მათი თანამშრომლებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა მათი ბიზნესის სახელით და მათი კომპანიის სახელით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჯიმიმ გამახსენა, რომ გამომრჩა პადელდეში, რომელსაც ვაკეთებთ Red Bull-თან ერთად და ესეც არის საერთაშორისო პროექტი და ჩვენს ვერთთებით ამ ძალიან კარგი ინიციატივას, იქნება სტუდენტებისთვის და არა მარტო, ხო. პადელდეშზე ორ სიტყვას ვიტყვი, Red Bull-ის პროექტია საერთაშორისო, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყანაში იტარდება და პადელის ქვეყნებში იტარდება ძირითადად, სადაც პადელი ძალიან განვითარებულია. ჩვენთანაც გვინდა რომ ჩავატაროთ პადელდეში Red Bull-თან ერთად. იქნება რამდენიმე ტურნირი, საიდანაც შეირჩევა გამარჯვებულები, რომლებიც შემდეგ გამოვლენ უკვე National Finals-ზე, რომლებიც გამოვლენ უკვე მე ეროვნულ ფინალზე, ასე ვთქვათ, სადაც გამარჯვებულები აი ამ რამდენიმე ტურნირიდან ეს ერთი იქნება სტუდენტური ტურნირი, რომელსაც Red Bull-თან ერთად დავაორგანიზებთ. შეიძლება რომელიმე კლუბის ტურნირები იყოს და ფედერაციის რამდენიმე ღიაობის გამარჯვებულები გამოვიდნენ ამ ფინალზე, ასე ვთქვათ და მერე გამარჯვებული უკვე გაემგზავრება დოჰაში პადელდეშის საერთაშორისო ფინალზე და წარმოვადგენ საქართველოს. ამიტომ ესეც ძალიან საინტერესო იქნება მოთამაშეებისთვის. დაკავშირებით ცოტა პადელდეშზე, არ ვთქვათ პადელდეში როგორია? ნუ აი როგორ რა უხსნი ხა იქ კი. პადელდეში განსხვავდება ასე ვთქვათ ტრადიციული პადელის თამაშისგან. არის უფრო ასე ვთქვათ ჩქარი, მოკლედ რო ვთქვა, სხვადასხვა წესები არის, რომელიც შეცვლილია, არის ერთი მოწოდება, გადადიხარ შემდეგ კორტზე და დროზე არის და არა ქულებზე, ასე ვთქვათ, და ამ დროში ვინც უფრო მეტ ქულას დააგროვებს, ისიგებს თამაშსაც და კიდევ ბევრი ნიუანსია, რაც ძალიან საინტერესოს ხდის პადელდეშს და მოკლედ სანამ ტურნირი იქნება დაუფოლოდით პადელდეშს და ნახეთ. მე მგონი ეს იყო მთელი 2025 წლის შეჯამება და 2026 წლის გეგმები. დანარჩენს ჩვენ სოციალურ ქსელებში ადევნეთ თვალყური, გამოგვიწერეთ ჩვენი YouTube არხი, სხვადასხვა ბლოგებს შემოგთავაზებთ და მე მგონი ძალიან საინტერესო და სახალისო წელი გველოდება წინ. ჩვენ ძალიან შემართებით ვართ და ძალიან ენთუზიაზმით და
შემოგვიერთდით ყველა. და გელოდებით ყველას, რა თქმა უნდა, 9 თებერვალს კროკო Open-ზე. იმედი გვაქვს, რომ იქნება ბევრი მოთამაშე, იქნება ძალიან საინტერესო თამაშები, დაძაბული საშეჯიბრო გარემო და ბევრი მაყურებლები, იმიტომ რომ ყველანაირი გარემოება გელოდებათ მაგისთვის გათბობა, საჭმელი, სასმელი და კაი თამაშები და კარგი პადელი. მე მგონი იდეალური ერთი კვირაა თებერვლის.